რაიდერების უმრავლესობას ვისაც შეემთხვა ლოუსაიდი, ამბობს, რომ ეს მანევრი განზრახ გააკეთენ ავარიის თავიდან აცილების მიზნით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეხლავე დაგიმტკიცებთ, ამისთვის სასწორიც კი მოვიტანე. მაგალითად, ეს არის წინა საბურავის გზასთან შეხების წერტილი. სასწორი მეგობრებო ირთვება სადღაც 6-დან 7 კილოგრამამდე, უკვე იწყებს აწონვას, მის ქვემოთ ციფრებლაწი არაფერი არ გამოჩნდება. მოტოციკლეთის მოძრაობისას, როცა რაიდერი მკვეთრად აძლევს წინა მუხრუჭს, მოტოციკლეტი ვერ ასწრებს მასის წინა ნაწილზე გადატანას და ხდება აი ესეთი რაღაცა, არანაირი ჩაჭიდება არ არის. სწორედ ამიტომ ხდება ლოუსაიდი. შიშის გამო რაიდერი 99% შემთხვევაში ბლოკავს წინა საბურავს და ხდება ავარია, ანუ ლოუსაიდი. აი ხედავს, სასწორი არ ირთვება. ეხლა მეგობრებო, მე დავაჭერ, ანუ სწორად გამოვიყენებ მოტოციკლეთის ფიზიკას, წინა საბურავს დავტვირთავ და ესე გავაჩერებ. შეხედეთ. არანაირი გასრიალება არ ხდება. ხედავთ, ჩაჭიდება არის 9 კილოგრამი, ხო? ნუ სასწორის შემთხვევაში. და არაფერი არ სრიალებს. სწორედ ამ პრინციპის გამო ხდება ლოუსაიდში გასვლა, ხო? ავარია, ლოუსაიდი. რაზეც წინა ვიდეოში ძალიან ბევრი კამათი წავიდა კომენტარებში. დაგიმტკიცეთ, რომ ჩაჭიდების ძალა წვეთს იქნება ლოუსაიდი თუ არა. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არის. ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფრის ერთ ვიდეოში განხილვა. დაელოდეთ ვიდეოებს, იქნება ყველა საკითხის ცალ-ცალკე განხილვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დარჩით არსზე.